რეჟიმის პატიმარი მასწავლებელი ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიას უკიდურესად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით ტოვებს. საკანში მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ პროკურატურამ სასამართლოს დღეს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოსთხოვა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულს გირაოდ 5,000 ლარის გადახდა დააკისრა. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებამ ნინო დათაშვილს ეს თანხა რამდენიმე წუთში შეუგროვა. პატიმარი მასწავლებლის მძიმე მდგომარეობაზე გუშინ დეტალურად წერდა მისი მეუღლე. გოდერძი ფრუიძე სტუდიაში რამდენიმე წუთში იქნება, თავად ნინო დათაშვილმა ტკივილების გამო დღეს მედიასთან აქტიური კონტაქტი ვერ შეძლო. მისი რთული მდგომარეობა ჯერ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, როდესაც ჩართვისას ბრალდებული ატირდა, შემდეგ კი უკვე ციხიდან გამოსვლისას, როცა ახლობლებსაც კი სთხოვა, რომ არავინ შეხებოდა ზედმეტად, ვინაიდან მას ტკივილი უძლიერდებოდა. ნინო დათაშვილის გირაოს შეფარდება არ ნიშნავს მის გამართლებას. ეს დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მასწავლებელს, რომელიც საქალაქო სასამართლოში მანდატურმა იატაკზე ათრია სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხრით პირიქით მას დასდეს ბრალი, რაც გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეს ის თავს დაესხა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და ამისთვის მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნინო დათაშვილმა ეტლის გარეშე ფეხით მხოლოდ რამდენიმე მეტრის გავლა შეძლო ციხისკარიდან ავტომობილამდე, თუმცა გზად ვერც მედიას დაელაპარაკა და ვერც 4 თვის უნახავ მეგობრებს ჩაეხუტა, რომლებიც ქალთა კოლონიასთან ელოდებოდნენ. არ ჩამეხუტა, რა გიხოცები არავინ, კივა ყველაფერი დაიჭდა მამინდა ბოდიში. უახლეს საათებში მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. სჭირდება რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია. გაუარესებული ჯანმრთელობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. მუდმივი ტკივილების ხერხემლის პრობლემები გავლენას ახდენს კიდურების ფუნქციონირებაზეც. სწორედ პატიმრის ამ მდგომარეობაში ხილვა აღმოჩნდა პროკურატურისა და სასამართლოსთვის. საჭირო, რომ პრობლემის სერიოზულობაში დარწმუნებულიყვნენ და ბრალდებული მასწავლებელი ციხიდან გაეშვათ. ეს 4 თვე ნინოსთვის იყო გამოუსწორებელი ზიანის მიყენების პერიოდი, იმიტომ რომ ეხლა უკვე ნინოს 2 ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და თქვენ ნახეთ სასამართლო პროცესზე, რომ მას უკვე საუბარიც კი უჭირდა ტკივილებისგან და როდესაც ადამიანი ყოველ დღე იმყოფება ძალიან მძიმე ტკივილების მდგომარეობაში, როდესაც გადაადგილება და მოძრაობაც კი უჭირთ, რა თქმა უნდა ეს იყო მის მიმართ ტანჯვა და ამაზე პასუხისმგებლობა აქვს ორგანოს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ის მოეთავსებინა პენიტენციურ დაწესებულებაში. 5,000 ლარიანი გირაო აღმოჩნდა ის თანხა, რაც პროკურატურის და სასამართლოს აზრით საბოლოო განაჩენამდე ბრალდებულის უკანონო ქცევას დაასრულებს. 4 თვის განმავლობაში კი მასწავლებელს ციხეში იმ საბაბით ტოვებდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ის გამოძიებაზე გავლენას მოახდენდა ან ახალ დანაშაულს ჩაიდენდა. რატომ აკმარეს 5,000 ლარი? მედის სამკითხვას საქმის პროკურორმა დღეს პასუხი არ გასცა, რადგან კამერებთან საერთოდ არ გამოჩენილა. ბრალდებული მასწავლებლის ოჯახის წევრები, მეგობრები და ადვოკატები კი ამბობენ, რომ დღევანდელმა დღემ 4 თვის წინანდელი საპატიმრო განჩინების აბსურდულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ძალიან დიდი უსამართლობა იყო ნინოს პატიმრობა და ძალიან მიხარია ხარო ეს გირაო შეეფარდა და ამით ხო არ დასრულებულა, ნინო არ გათავისუფლებულა, უბრალოდ პატიმრობა შეეცვალა გირაოთი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ნინო სასარგებლოდ გადაწყდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ნინო არის ცამდე მართალი და სრულიად უდანაშაულო. სისტემა არის დამნაშავე იმაში, რომ საკუთარი ფეხით, ასე თქვათ, როცა გადაადგილდებოდა ის დამოუკიდებლად, შევიდა საპატიმრო დაწესებულებაში და ფაქტობრივად ძლივს გამოვიდა იქიდან და მისი მდგომარეობა რო ასე დამძიმდა. ახლა პრიორიტეტი არის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს გვახსოვდეს, ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის დავაკისროთ რეჟიმს და მოვთხოვოთ პასუხები, ხო, ის რომ ეხლა ნინო გამოდის და გირაოთი არ ნიშნავს, რომ რაიმე პასუხისმგებლობა ეხსნება ქართულ ოცნებას. ნინოს ციხეში ყოფნა, როგორც უდანაშაულო ადამიანის რეალურად და ასევე ქალის, ემსახურება სხვა ადამიანების აშინებას პირველ რიგში, რომლებიც პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები და ასევე პროტესტის კრიმინალიზებას. ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებზე მისი ადვოკატები ჯერ კიდევ 4 თვის წინ ლაპარაკობდნენ, რომ რთული დიაგნოზის გამო მისთვის მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება საფრთხე იქნებოდა. ქალთა ციხეში შესახლების შემდეგაც მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას და სრულყოფილ მკურნალობას მოითხოვდნენ, რადგან მდგომარეობა თვიდან თვემდე მძიმდებოდა. საბოლოოდ ბრალდებული მასწავლებელი ეტლში აღმოჩნდა. დღეს ის საკუთარ სხდომას ვერ დაესწრო. ჩართვა მხოლოდ დისტანციურად მოახერხა, ისიც იმის საჩვენებლად, რომ ციხეში მისი ყოველი დღე წამებას უტოლდებოდა. წელი მწყდება. ცოტა ხანი მოითმინე გაუძელი.
თუ შეიძლება ერთი სკამი მომიტანოთ, რომ ფეხები დავალაგო, სხვანაირად ვერ ვჩერდები. ნემსი გავაკეთებინე. ჩემი გადარჩენაა აქედან გაშვება დღეს. მადლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, მკურნალ ექიმს. ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა 2 ოპერაცია მჭირდება. ნინო დათაშვილი, რომელსაც სასამართლოს მანდატურზე ძალადობას ედავებიან და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი მხარდამჭერებისთვის პოლიტიკური პატიმრებიდან ერთ-ერთია, რომელსაც სისტემა დემონსტრაციულად სჯის. მიზეზი მისი წინააღმდეგობა და ანტისამთავრობო პროტესტში აქტიური მონაწილეობა. ბრალი კი მხოლოდ საბაბია, რადგან სასამართლოს მანდატურებთან მისი დაპირისპირება სწორედ მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით დაიწყო. 5000 ლარიანი გირაო პატიმარ მასწავლებელს მოქალაქეებმა ზუსტად 8 წუთში შეუგროვეს. თუმცა გათავისუფლება დევნის შეწყვეტას არ ნიშნავს. საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება საბოლოო განაჩენამდე.